როდესაც პოლიციამ ნატო ვაჩნაძის საძინებელში შევიდა, მაგიდაზე იპოვეს დალუქული კონვერტი, რომელზეც მისივე ხელით იყო ნაწერი, არ გახსნათ ჩემს სიცოცხლეში. ამ წერილს 30 წელი მალავდნენ. მასში ხმა ჟღერს არა როგორც ეკრანზე, არა როგორც ის ღიმილიანი ქალბატონი, რომელსაც მილიონებით აყვანს სცემდნენ, არამედ როგორც შეშინებული ადამიანი, რომელიც იცის, რომ მისი დასასრული უკვე დაწერილია. ის ამბობს სახელს. ერთ სახელს, რომელიც ყველაფერს ხსნის. მაგრამ ეს ჩანაწერი გაქრა საქმის მასალებიდან იმავე დღეს. ვინ იყო ის ადამიანი, რომელსაც ძალა ჰქონდა, ჩაეხშო ასეთი მტკიცებულება? რატომ ეშინოდათ, რომ ჭეშმარიტება გამოვიდოდა? და რა იყო ნაწერი იმ კონვერტში, რომელიც ნატოს ოჯახმა დაწვა, ვიდრე ჟურნალისტები მოასწრებდნენ? ნატო ვაჩნაძე არ იყო უბრალოდ მსახიობი. ის იყო ხატი, ღმერთი, ქართული კინოს მარილინ მონრო. მისი სახე იყო ის, რასაც ქალები სარკეში ეძებდნენ და მამაკაცები ღამის სიზმრებში ხედავდნენ. როდესაც ის ქუჩაში გამოდიოდა, ხალხი გზას უხსნიდა, თითქოს სამეფო ოჯახის წევრი იყო. მაგრამ ამ სილამაზის უკან იმალებოდა რაღაც საშინელი, რაღაც, რაც მას ჭამდა შიგნიდან, როგორც მოლი აბრეშუმის კაბას. ახლობლები ამბობდნენ, რომ ბოლო თვეებში ნატო შეიცვალა. ის ხშირად იჯდა ფანჯრის წინ და აცქერდა ცას, თითქოს რაღაცას ელოდა. თითქოს იცოდა, რომ ზეციდან მოვა მისი დასასრული. მაგრამ დავიწყოთ თავიდან. დავიწყოთ იქიდან, სადაც ყველაფერი დაიწყო, იქიდან, სადაც პატარა გოგონა ქუთაისის ვიწრო ქუჩებიდან გადაიქცა ქვეყნის ყველაზე სასურველ ქალად. ნატო დაიბადა 1921 წელს, ქუთაისში, ოჯახში, სადაც არც სიმდიდრე იყო, არც კავშირები. მამა მუშაობდა ქარხანაში, დედა კერავდა სხვისი ოჯახებისთვის. მაგრამ როდესაც პატარა ნატო 4 წლის გახდა და პირველად სარკეში თავისი სახე დაინახა, მშობლებმა გაიგეს, ეს ბავშვი განსხვავებული იყო. მისი თვალები იყო ისეთი დიდი და ბნელი, რომ ჩანდა, თითქოს მთელი სამყარო მათში იყო ჩაკეტილი. კანი, როგორც ფაიფურის თოჯინისა. ტუჩები, როგორც ჩამოჭრილი ვარდისფერი ბუტონი. სკოლაში მასწავლებლები ვერ ახერხებდნენ გაკვეთილის წარმართვას, როდესაც ნატო კლასში შემოდიოდა. ბიჭები აყოლებდნენ მას სახლამდე, მაგრამ ის არ აქცევდა ყურადღებას. გოგონები მას სძულდნენ, არა იმიტომ, რომ ცუდი იყო, არამედ იმიტომ, რომ ბუნებამ მას მისცა ის, რისთვისაც სხვები მთელი ცხოვრება ლოცულობდნენ. ნატო იზრდებოდა მარტო. ის კითხულობდა წიგნებს, ოცნებობდა დიდ სცენაზე, სადაც ხალხი მას ტაშს გაუსროლდა. მაგრამ ის არ იცოდა, რომ ეს ოცნება ერთ დღეს გადაიქცებოდა წყევლად. 1925 წელს, როდესაც ნატო მხოლოდ 14 წლის იყო, ქუთაისში ჩამოვიდა თბილისიდან კინორეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია. ის ეძებდა სახეს ახალი ფილმისთვის სახეს, რომელიც ეკრანზე გამოჩნდებოდა როგორც ანგელოზი და როგორც ეშმაკი ერთდროულად. როდესაც მან ნატო ქუჩაში დაინახა, გაჩერდა. შემდეგ მიუახლოვდა და უთხრა, შენ არ იცი, მაგრამ შენ უკვე ვარსკვლავი ხარ. მე მხოლოდ უნდა გაჩვენო ეს სამყაროს. ნატოს დედა არ სურდა, რომ ქალიშვილი კინოში წასულიყო. ის იცოდა, რომ ეს სამყარო სავსე იყო მგლებით, რომლებიც ლამაზ გოგონებს ნადირობდნენ. მაგრამ ნატო უკვე გადაწყვეტილი იყო. მან უთხრა დედას, თუ აქ დავრჩები, მოვკვდები. მე უნდა ვიცხოვრო. და ის წავიდა თბილისში, ქალაქში, სადაც ყველაფერი შესაძლებელი იყო, სადაც შეიძლებოდა გახდე ღმერთი ან გაქრე უკვალო. პირველი გადაღებები იყო როგორც ზღაპარი. ნატო დგას კამერის წინ და მთელი გუნდი გაშეშებული უყურებს. ის არ თამაშობს, ის ცხოვრობს. ყოველი მისი მოძრაობა, ყოველი მზერა, ყოველი სიტყვა ჟღერს ისე, თითქოს ეს არ არის როლი, არამედ აღსარება. რეჟისორი ჩურჩულებს ოპერატორს, ეს არ არის ადამიანი. ეს არის ფენომენი. მაგრამ იმავე დღეს საღამოს, როდესაც გადაღებები მთავრდება, ნატო მარტო რჩება გასახდელში. ის იჯდა სარკის წინ, აშორებდა მაკიაჟს და ტიროდა. რატომ? ამას არავინ იცოდა. მაგრამ ვიღაც ხედავდა ამ ცრემლებს, ვიღაც, ვინც უკვე გეგმავდა, როგორ გამოეყენებინა ეს სისუსტე. ფილმი ხელისով გამოვიდა 1925 წელს და აფეთქდა როგორც ბომბი. ნატო ვაჩნაძე ერთ ღამეში გახდა ლეგენდა. მისი სახე გამოჩნდა ყველა გაზეთში, ყველა ჟურნალში. ქალები ეცდებოდნენ მის მსგავსად გამოეწყოთ თმა, მამაკაცები წერდნენ სასიყვარულო წერილებს, რომლებიც ტომრებში მოდიოდა. მაგრამ ნატო არ იყო ბედნიერი. ის იყო შეშინებული. რადგან ის იცოდა, როდესაც ასე სწრაფად ადიხარ, დაცემაც ისევე სწრაფი იქნება. და მაშინ გამოჩნდა ის ადამიანი, რომელიც დაპირდა, რომ დაიცავდა მას. ადამიანი, რომელიც ამბობდა, მე შენი მფარველი ვარ.
მაგრამ რეალურად ის იყო მისი პირველი მტერი. ის იყო პროდიუსერი, რომელსაც ჰქონდა კავშირები, ფული და ძალა. მას ერქვა, მაგრამ არა, ჯერ არ დადგა დრო, რომ ეს სახელი გამოვთქვათ. ჯერ უნდა გაიგოთ, როგორ იწყება ხაფანგი, როგორ იწყება ის თამაში, სადაც ლამაზი ქალი არის მხოლოდ ფიგურა და ფაზე. ნატო ხვდებოდა, რომ რაღაც არასწორია. მაგრამ როდესაც ცდილობდა უარი ეთქვა, მას ეუბნებოდნენ, შენ არაფერი ხარ ჩვენს გარეშე. ჩვენ შევქმენით შენ. და ჩვენ შეგვიძლია გაგანადგუროთ. და ის დუმდა. რადგან ეშინოდა. რადგან იცოდა, რომ ამ სამყაროში არავინ იყო, ვინც დაიცავდა მას. მაგრამ ერთი რამ არ იცოდა, რომ ყველაზე საშიში არ იყო ის, ვინც მას ემუქრებოდა. ყველაზე საშიში იყო ის, ვინც ღიმილით უახლოვდებოდა. ვინ იყო ეს ადამიანი? რა იცოდა ნატომ, რაც ჩვენ არ ვიცით? და რატომ, როდესაც მას ეკითხებოდნენ მომავალზე, ის პასუხობდა, მე არ მაქვს მომავალი. მე მაქვს მხოლოდ დღევანდელი დღე. 1925 წლის ზამთარში, როდესაც თბილისი თოვლით იყო დაფარული და ქუჩები ცარიელი, ნატოს სახლში შემოვიდა ადამიანი, რომელსაც არავინ იცნობდა. მეზობლები ამბობენ, რომ ის იყო მაღალი, ფართომხრებიანი, შავ ქურგში ჩაცმული. მან არ დაკაკუნა. მან უბრალოდ გააღო კარი, თითქოს ეს მისი სახლი იყო. ნატო იყო მარტო. მისი დედა ქუთაისში იყო წასული. სტუმარი შიგ შევიდა, დახურა კარი და დარჩა 2 საათი. მეზობლები ამბობენ, რომ ისინი ყვიროდნენ. ისინი ამბობენ, რომ ნატოს ხმა ისე ჟღერდა, თითქოს ევედრებოდა. მაგრამ არავინ გაბედა, შესულიყო. რადგან ამ ქალაქში ყველა მიცოდა, არიან ადამიანები, რომლებშიც არ უნდა ჩაერიო. როდესაც სტუმარი გავიდა, ნატო იჯდა იატაკზე, ზურგით კედელს მიყრდნობოდა და აცქერდა ცარიელ წერტილს. მეზობელმა ქალმა, რომელმაც შემდეგ დღეს მას ნახა, თქვა, მისი თვალები იყო როგორც მკვდრისა. თითქოს სული გამოეტაცა. ნატომ არ უთხრა არავის, რა მოხდა იმ ღამეს. მაგრამ მეორე დღეს მან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც მას აკავშირებდა პროდიუსერთან შემდეგი 10 წლის განმავლობაში. ხელშეკრულებას, რომელიც მას უსხლტებოდა უფლებას, თავად გადაეწყვიტა, სად იმუშავებდა, ვისთან იცხოვრებდა, ვის შეხვდებოდა. ეს იყო მონობის ხელშეკრულება. მაგრამ ნატომ მოაწერა ხელი. რადგან მას უთხრეს, თუ არ მოაწერ, შენი დედა აღარასოდეს დაბრუნდება ქუთაისიდან. და ის დაჯერდა. რადგან იმ დროს იმ ქვეყანაში ასეთი საფრთხეები არ იყო ცარიელი სიტყვები. მაგრამ საზოგადოებისთვის ნატო ვაჩნაძე იყო ბედნიერი ვარსკვლავი. ის ღიმოდა ფოტოებზე, ატარებდა ძვირფას კაბებს, დადიოდა პრემიერებზე. გაზეთები წერდნენ, ნატო ვაჩნაძე, ქართული კინოს დიამანტი. მაგრამ არავინ არ წერდა იმაზე, რომ ამ დიამანტს ჰქონდა ბზარები. არავინ არ წერდა იმაზე, რომ ის ყოველ საღამოს სვამდა ვალერიანას წვეთებს, რომ დაეძინა. არავინ არ წერდა იმაზე, რომ მისი ხელები ძრწოდა, როდესაც ტელეფონი რეკავდა. 1927 წელს ნატო გაიცნო ადამიანი, რომელიც შეიძლება გადაერჩინა. მას ერქვა ალექსანდრე კორდა, ბრიტანელი კინორეჟისორი უნგრული წარმოშობით, რომელიც თბილისში ჩამოვიდა ახალი ნიჭების საძიებლად. როდესაც მან ნატო პირველად დაინახა, გაოცდა. ის არასოდეს ენახა ასეთი სახე, რომელიც ერთდროულად იყო უდანაშაულო და საშიში, სუფთა და ბინძური, ანგელოზური და დემონური. მან უთხრა, შენ უნდა მოხვიდე ლონდონში. შენ უნდა გახდე საერთაშორისო ვარსკვლავი. ნატო პირველად იგრძნო იმედი. პირველად იფიქრა, რომ შეიძლება გაქცეულიყო ამ ქალაქიდან, ამ ხელშეკრულებიდან, ამ ადამიანებისგან, რომლებიც მას ფლობდნენ როგორც ნივთს. მაგრამ როდესაც მან თქვა პროდიუსერს, რომ სურდა ლონდონში წასვლა, მან უპასუხა, შენ არსად არ წახვალ. შენ ჩემი ხარ. და ნატომ იცოდა, რომ ეს არ იყო უბრალოდ სიტყვები. ეს იყო განაჩენი. მაგრამ ალექსანდრე კორდა არ დანებდა. ის მოლაპარაკებდა, ემუქრებოდა, პირდებოდა ფულს. და საბოლოოდ 1928 წელს ნატო მაინც წავიდა ლონდონში. მაგრამ არა მარტო. მასთან ერთად წავიდა ადამიანი, რომელიც უნდა აკონტროლებდა მას, ადამიანი, რომელიც ყოველ საღამოს აცნობებდა თბილისს, ვის ხვდებოდა ნატო, რას ამბობდა, რას ფიქრობდა. ლონდონში ნატო გადაიღო ფილმი თავსაბურავი. ეს იყო მისი პირველი საერთაშორისო როლი. ბრიტანული პრესა აღფრთოვანებული იყო. ისინი წერდნენ, ეს ქალი არის ახალი გრეტა გარბო. მაგრამ ნატო არ კითხულობდა გაზეთებს. ის იჯდა სასტუმროს ნომერში და აცქერდა ფანჯარას, სადაც წვიმა ცვიოდა.
ის ფიქრობდა თბილისზე, დედაზე, იმ ცხოვრებაზე, რომელიც დატოვა. ის ფიქრობდა იმაზე, რომ შეიძლება აქ დარჩენილიყო, შეიძლება თავისუფალი გამხდარიყო. მაგრამ ის იცოდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. რადგან მისი ოჯახი იყო თბილისში. და თუ ის არ დაბრუნდებოდა, მათ დაემუქრებოდათ. 1929 წელს ნატო დაბრუნდა საქართველოში. როდესაც ის თბილისის აეროპორტში ჩამოვიდა, ხალხის ბრბო ელოდა. ისინი ყვიროდნენ მის სახელს, ისინი ატარებდნენ ყვავილებს, ისინი ცდილობდნენ შეეხოთ მას. მაგრამ ნატო არ ღიმოდა. ის გადიოდა ბრბოში, როგორც ჩრდილი, როგორც მოჩვენება. და ვიღაც, ვინც იმ დღეს იყო აეროპორტში, თქვა, მე ვიცანი ნატო ბავშვობიდან. მაგრამ ის ქალი, რომელიც ლონდონიდან დაბრუნდა, აღარ იყო ნატო. ეს იყო ვიღაც სხვა. ვიღაც, ვინც უკვე იცოდა, რომ მისი ბედი დალუქული იყო. და მაშინ დაიწყო ის, რასაც შემდეგ ოქროს წლები უწოდებდნენ. ნატო გადაიღო ფილმის მიყოლებით. მზის ამოსვლა, ქაჯანა, ბედნიერება. ყოველი ფილმი იყო ტრიუმფი. ყოველი როლი იყო შედევრი. მაგრამ ნატო თავად ხდებოდა უფრო და უფრო ცარიელი. ის იკლებდა წონაში. მისი თვალები ხდებოდა უფრო დიდი და უფრო მუქი. ის იწყებდა საუბარს და შუაში წყვეტდა, თითქოს დაივიწყებდა, რას ამბობდა. ახლობლები ამბობდნენ, რომ ის ხშირად იღვიძებდა ღამის შუაში და ყვიროდა. მაგრამ როდესაც ეკითხებოდნენ, რა ეს იზმრებოდა, ის პასუხობდა, არაფერი. მე არაფერი არ მახსოვს. მაგრამ ერთი რამ მახსოვდა. ერთი რამ, რაც მას არასოდეს დაუვიწყებია. ის ღამე, როდესაც მას უთხრეს, შენ არასოდეს არ გახდები თავისუფალი. შენ ჩვენი ხარ სიკვდილამდე. და ნატო იცოდა, რომ ეს სიმართლე იყო. 1930-იან წლებში ნატო გაიცნო ადამიანი, რომელიც გახდა მისი ერთადერთი ნამდვილი მეგობარი. მას ერქვა ნუცა, მსახიობი, რომელიც ასევე იყო ლამაზი, მაგრამ არა ისე, როგორც ნატო. ნუცა იყო ის ტიპის ქალი, რომელიც შეეძლო ეცხოვრა ჩრდილში და არ ეწყინა. ის უსმენდა ნატოს, როდესაც ის საჭიროებდა საუბარს. ის იყო მასთან, როდესაც ყველა სხვა მიდიოდა. და ერთ საღამოს, როდესაც ისინი იჯდნენ ნატოს სახლში და სვამდნენ ღვინოს, ნატომ უთხრა, ნუცა, მე ვიცი, როგორ მოვკვდები. მე ვიცი, რომ ეს იქნება ცეცხლი. მე ვხედავ ამას ყოველ ღამე ჩემს სიზმრებში. ნუცამ გაიცინა და უთხრა, შენ ძალიან ბევრს სვამ. ეს არის მხოლოდ კოშმარი. მაგრამ ნატო არ იცინოდა. ის უყურებდა ნუცას თვალებში და თქვა, არა. ეს არ არის კოშმარი. ეს არის წინასწარმეტყველება. და მე არაფერი შემიძლია, რომ შევცვალო ეს. ნუცა შეშინდა. მან სთხოვა ნატოს აღარ ელაპარაკა ასე. მაგრამ ნატო გააგრძელა, მე ვიცი, ვინ იქნება ჩემთან, როდესაც ეს მოხდება. მე ვიცი, სად მოხდება. მე ვიცი ყველაფერი. მაგრამ მე არ შემიძლია თავის არიდება. რადგან ეს არის ჩემი ბედი. ეს არის ის, რისთვისაც დავიბადე. და მაშინ ნუცამ ჰკითხა, მაგრამ რატომ? რატომ უნდა მოხდეს ეს? და ნატომ უპასუხა, რადგან მე ვიცი ძალიან ბევრი. რადგან მე ვიცი სახელები. რადგან მე ვიცი, რა მოხდა იმ ღამეს, როდესაც ის ადამიანი ჩემს სახლში შემოვიდა. და ისინი არასოდეს არ დამიშვებენ, რომ ეს გავამჟღავნო. ვინ იყვნენ ისინი? რა იცოდა ნატომ? და რატომ, თუ ის იცოდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა, არ გაიქცა? რატომ დარჩა იმ ქალაქში, იმ ქვეყანაში, იმ ადამიანებთან, რომლებიც მას ფლობდნენ როგორც ნივთს? 1932 წელს, ზაფხულის დასაწყისში, ნატო ვაჩნაძემ მიიღო წერილი. ეს არ იყო ჩვეულებრივი წერილი, ეს იყო დაბარება, რომელიც ჩამოიტანა უცნობმა კურიერმა, რომელმაც არ დაელოდა პასუხს და გაქრა როგორც კვამლი. კონვერტი იყო შავი ბეჭდით, რომელზეც არაფერი იყო ნაწერი. ნატომ გააღო ის დახურული კარის უკან მარტო, როდესაც მთელი სახლი ძილში იყო. შიგნით იყო ერთი ფურცელი და მასზე იყო ნაწერი მხოლოდ ერთი წინადადება, შენ იცი, რა უნდა გააკეთო. ჩვენ ველით. ნატომ დაწვა ეს წერილი იმავე წამს. მან დაწვა ის და ფერფლი ჩააგდო ფანჯრიდან, რომ ქარმა წაიღო. მაგრამ სიტყვები დარჩა მის თავში, როგორც ნაცვატყავზე. შენ იცი, რა უნდა გააკეთო. რა უნდა გაეკეთებინა. რა იყო ის, რისი გაკეთებაც მოელოდათ მას? და ვინ იყვნენ ჩვენ? მეორე დღეს ნატო წავიდა ადგილზე, სადაც არასოდეს არავინ ელოდა მას.
ის წავიდა ძველ ეკლესიაში, რომელიც იდგა თბილისის გარეუბანში, მთისძირას, სადაც ხალხი იშვიათად დადიოდა. იქ ბნელ კუთხეში იჯდა მოხუცი ქალი, რომელსაც ამბობდნენ მხედველი. ნატო არ სჯეროდა ასეთ რამეებში. მაგრამ იმ დღეს, იმ წუთში მას სჭირდებოდა პასუხები. მას სჭირდებოდა ვიღაც ეთქვა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. მოხუცმა ქალმა შეხედა ნატოს და თქვა, შენ არ უნდა მოსულიყავი აქ. შენ უკვე იცი ყველაფერი. ნატომ ჰკითხა, რას ვიცი? მე არაფერი არ მესმის. მოხუცმა ქალმა ჩაიცინა ცივი, უსიცოცხლო სიცილი და უთხრა, შენ იცი, რომ შენი დრო იწურება. შენ იცი, რომ ისინი მოდიან შენთან. შენ იცი, რომ როდესაც ისინი მოვლენ, შენ ვერ გაექცევი. რადგან შენ არ გაქვს საით გაქცევა. ნატომ იგრძნო, რომ ჰაერი აკლდა. მან ჰკითხა, მაგრამ რატომ? რატომ მე? რა გავაკეთე? მოხუცმა ქალმა უპასუხა, შენ არაფერი გააკეთე. შენ უბრალოდ იყავი ძალიან ლამაზი. და ამ სამყაროში ლამაზი ქალი არის საფრთხე. რადგან ის იზიდავს ყურადღებას. რადგან ის იზიდავს სურვილს. რადგან ის იზიდავს ბოროტებას. და შენ იზიდე ძალიან ბევრი ბოროტება. ნატო გავიდა ეკლესიიდან და ვეღარასოდეს დაბრუნდა. მაგრამ მოხუცი ქალის სიტყვები დარჩა მასთან. ისინი ჟღერდნენ მის თავში ყოველ დღეს, ყოველ ღამეს, ყოველ წუთში. შენ იზიდე ძალიან ბევრი ბოროტება. და ნატო იწყებდა გაგებას, რომ ეს სიმართლე იყო. 1932 წლის შემოდგომაზე ნატო მიიწვიეს მოსკოვში, მიიწვიეს ფილმის გადასაღებად, რომელიც უნდა გამხდარიყო მისი უდიდესი ტრიუმფი. ეს იყო ფილმი სტალინის ქალიშვილზე, სვეტლანა ალილუევაზე, როლი, რომელიც შეეძლო ნატოს კარიერა ამაღლებულიყო ახალ დონეზე. მაგრამ ნატო არ სურდა წასვლა. ის ამბობდა რეჟისორს, მე არ შემიძლია. მე არ უგრძნობ თავს კარგად. მაგრამ რეჟისორი არ უსმენდა. ის ამბობდა, შენ უნდა წახვიდე. ეს არის შენი მოვალეობა. და ნატო წავიდა. მაგრამ არა მარტო. მასთან ერთად წავიდა ადამიანი, რომელიც იყო მისი მფარველი, ადამიანი, რომელიც ყოველთვის იყო მის გვერდით, ყოველთვის აკონტროლებდა მას, ყოველთვის აცნობებდა მათ. ამ ადამიანს ერქვა, მაგრამ არა, ჯერ კიდევ არ არის დრო. ჯერ კიდევ არ არის დრო, რომ ყველა სახელი გამოვთქვათ. რადგან ზოგიერთი სახელი ისევ ცოცხალია. ზოგიერთი სახელი ისევ ფლობს ძალას. და ზოგიერთი სახელი ისევ ახერხებს, რომ ჭეშმარიტება დაფარული დარჩეს. მოსკოვში ნატო ცხოვრობდა სასტუმროში, მეტროპოლი, ძვირადღირებულ სასტუმროში, სადაც ცხოვრობდნენ მხოლოდ ელიტა, მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ კავშირები და ფული. ის იყო ოთახში ნომერი 447, ოთახში, რომელსაც ჰქონდა ფანჯარა, რომელიც უყურებდა კრემლს. ყოველ საღამოს ნატო იდგა ამ ფანჯრის წინ და აცქერდა წითელ კედლებს, რომლებიც ანათებდნენ ღამის სიბნელეში. ის ფიქრობდა იმაზე, რამდენი ადამიანი იყო გაქრებული იმ კედლების უკან. რამდენი ადამიანი იყო დაღუპული იმ ძალის მიერ, რომელიც იდგა იმ კედლების უკან. გადაღებები იყო რთული. ნატო ვერ ახერხებდა როლში შესვლას. ის ამბობდა რეჟისორს, მე არ შემიძლია ვითამაშო ეს ქალი. მე არ ვესმი მას. მაგრამ რეჟისორი ყვიროდა, შენ უნდა ითამაშო. შენ უნდა გააკეთო ეს. ეს არის შენი სამუშაო და ნატო ცდილობდა. ის ცდილობდა ყოველი ძალით. მაგრამ რაღაც არ გამოდიოდა. რაღაც იყო გატეხილი მის შიგნით. ერთ საღამოს გადაღებების შემდეგ ნატო დაბრუნდა სასტუმროში და იპოვა კიდევ ერთი წერილი. ისევ შავი კონვერტი. ისევ ბეჭედი. ისევ ერთი წინადადება, დრო დადგა. ემზადები. ნატომ იცოდა, რას ნიშნავდა ეს. ის იცოდა, რომ ისინი მოდიოდნენ. ის იცოდა, რომ მისი დრო იწურებოდა. მაგრამ ის არ გაიქცა. ის არ ყვიროდა. ის არ ეძებდა დახმარებას. რადგან ის იცოდა, რომ არავინ არ დაეხმარებოდა. რადგან ის იცოდა, რომ ამ სამყაროში არავინ არ იყო, ვინც შეეძლო დაეცვა ის ადამიანებისგან, რომლებიც მას ეძებდნენ. მაგრამ ერთი რამ გააკეთა. ის დაწერა წერილი, რომელიც დალუქა შავ კონვერტში და დატოვა თავის ჩანთაში იმ იმედით, რომ ვიღაც იპოვიდა მას მისი სიკვდილის შემდეგ. ამ წერილში ის დაწერა ყველაფერი, ყველა სახელი, ყველა თარიღი, ყველა ადგილი. ის დაწერა იმაზე, რა მოხდა იმ ღამეს, როდესაც უცნობი ადამიანი მის სახლში შემოვიდა. ის დაწერა იმაზე, ვინ აიძულა მოეწერა ხელი იმ ხელშეკრულებაზე.
ის დაწერა იმაზე, ვინ აკონტროლებდა მას ყოველ დღეს, ყოველ საათს, ყოველ წუთს. ის დაწერა ყველაფერი, რაც იცოდა. რადგან ის იცოდა, რომ ეს იყო მისი ერთადერთი შანსი, რომ ჭეშმარიტება გამოსულიყო. მაგრამ ეს წერილი არასოდეს არ იქნა ნაპოვნი. ან თუ იქნა ნაპოვნი, ის განადგურდა. რადგან როდესაც ნატოს ჩანთა გახსნეს მისი სიკვდილის შემდეგ, იქ არაფერი იყო. არც წერილი, არც დღიური, არც ფოტოები. არაფერი. თითქოს ვიღაცამ წინასწარ იცოდა, რომ უნდა გაწმენდა ყველაფერი. 1932 წლის ოქტომბერში 25 რიცხვს ნატო ვაჩნაძემ ჩაჯდა თვითმფრინავში, რომელიც მიფრინავდა თბილისისკენ. ის იყო დაღლილი, ფერმკრთალი, თითქოს ავად. მეგობრები ამბობენ, რომ მან უთხრა მათ, მე არ მინდა ამ თვითმფრინავში ჩაჯდომა. მე მგონია, რომ რაღაც ცუდი მოხდება. მაგრამ მას უთხრეს, შენ უნდა წახვიდე. შენ უნდა დაბრუნდე სახლში. და ის წავიდა. თვითმფრინავი ამოფრინდა დილის 10 საათზე. ჰაერი იყო მოწმენდილი, ცა იყო ლურჯი. არაფერი არ მიუთითებდა იმაზე, რომ რაიმე პრობლემა იქნებოდა. მაგრამ 2 საათის შემდეგ, როდესაც თვითმფრინავი უახლოვდებოდა თბილისს, რაღაც მოხდა. რაღაც, რაც არასოდეს არ ახსნეს. რაღაც, რაზეც არასოდეს არ ისაუბრეს. თვითმფრინავი დაიწყო ვარდნა. ის დაიწყო ვარდნა სწრაფად უკონტროლოდ, თითქოს ვიღაცამ გამორთო ძრავები. პილოტი ცდილობდა კონტროლის აღდგენას, მაგრამ ვერაფერი გამოდიოდა. თვითმფრინავი ვარდებოდა და შიგნით ხალხი ყვიროდა. ნატო იჯდა თავის ადგილზე, ხელები მოჭერილი ჰქონდა და აცქერდა ფანჯარას. მეზობელი მგზავრი, რომელიც გადარჩა, თქვა, ის არ ყვიროდა. ის არ ტიროდა. ის უბრალოდ იჯდა და უყურებდა. თითქოს იცოდა, რომ ეს მოხდებოდა. თითქოს ელოდა ამას. თვითმფრინავი დაეცა მთის ფერდობზე და აფეთქდა. ცეცხლი იყო ისეთი ძლიერი, რომ ის ჩანდა თბილისიდან. ხალხი ამბობს, რომ ცა გაწითლდა თითქოს მზე ჩადიოდა, თუმცა ჯერ შუადღე იყო. ნატოს სხეული იპოვეს 2 დღის შემდეგ. ის იყო დამწვარი იმდენად, რომ მხოლოდ ცვლები დარჩა. მაგრამ მის ხელზე ჯერ კიდევ იყო ბეჭედი, ოქროს ბეჭედი, რომელიც მას ჰქონდა ჩაცმული ყოველთვის. ბეჭედი, რომელზეც იყო გამოსახული ჯვარი. ოფიციალური ვერსია იყო ტექნიკური გაუმართავობა. მაგრამ ხალხი არ სჯეროდა. ხალხი ამბობდა, რომ ეს იყო საბოტაჟი. ხალხი ამბობდა, რომ ვიღაცამ ჩადო ბომბი თვითმფრინავში. ხალხი ამბობდა, რომ ნატო იცოდა ძალიან ბევრი და ამიტომ უნდა გაქრებულიყო. მაგრამ ჭეშმარიტება არასოდეს გამოვიდა. რადგან ყველა, ვინც იცოდა რაიმე, დუმდა. ყველა, ვინც იცოდა რაიმე, ეშინოდა. და ყველა, ვინც ცდილობდა ჭეშმარიტების გამოძიებას, ან გაქრა, ან გაჩუნდა. ნატო ვაჩნაძე დაკრძალეს თბილისში, დიდგორის პანთეონში, სადაც დაკრძალულნი არიან ქართველი გმირები და ლეგენდები. მის დაკრძალვაზე მოვიდა ათასობით ადამიანი. ისინი ტიროდნენ, ისინი ყვიროდნენ, ისინი ატარებდნენ ყვავილებს. მაგრამ ერთი ადამიანი არ იყო იქ, ერთი ადამიანი, რომელიც უნდა ყოფილიყო. ერთი ადამიანი, რომელიც იყო მისი მფარველი. ის გაქრა იმავე დღეს, როდესაც თვითმფრინავი დაეცა. და არავინ არასოდეს აღარ ნახა ის. ვინ იყო ეს ადამიანი? სად არის ის ახლა? და რა იცოდა ის, რაც ჩვენ არ ვიცით? ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხი ჯერ კიდევ არ გვაქვს. მაგრამ ერთი რამ ვიცით, ნატო ვაჩნაძე იცოდა, რომ ის მოკვდებოდა. ის იცოდა, როგორ მოკვდებოდა. და ის იცოდა, ვინ იქნებოდა პასუხისმგებელი. მაგრამ ის ვერ შეძლო ამის თქმა. რადგან ამ სამყაროში ზოგიერთი ჭეშმარიტება ძალიან საშიშია, რომ გამოთქვა. მაგრამ ნატოს სიკვდილი არ იყო დასასრული. ეს იყო დასაწყისი იმისა, რაც შემდეგ დიდ დაფარვას უწოდებდნენ. როდესაც თვითმფრინავის ნამსხვრევები ჯერ კიდევ ეწვოდა მთის ფერდობზე, თბილისში უკვე იწყებოდა ოპერაცია, რომელიც უნდა წაშლილიყო ყველა კვალი. ოფიციალური დასკვნა მზად იყო კატასტროფამდე 2 საათით ადრე. დოკუმენტი, რომელზეც იყო ნაწერი ტექნიკური გაუმართავობა, უკვე იდგა სამთავრობო შენობის სეიფში, ბეჭდით დალუქული. როგორ შეიძლებოდა ეს? როგორ შეიძლებოდა, რომ დასკვნა არსებობდა მანამ, სანამ კატასტროფა მოხდებოდა? ეს იყო კითხვა, რომელიც ვერავინ გაბედა დასმა. რადგან ვინც ამ კითხვას სვამდა, ის ქრებოდა ისეთ, თითქოს არასოდეს არ არსებულა. ნატოს სახლში შევიდნენ იმავე ღამეს, როდესაც ოფიციალურად გამოაცხადეს მისი სიკვდილი.
შევიდნენ არა პოლიციელები, არა გამომძიებლები, შევიდნენ ადამიანები სამხედრო ფორმებში, რომლებსაც არ ჰქონდათ სახელები, არ ჰქონდათ დოკუმენტები. მეზობლები ამბობენ, რომ ისინი გამოიტანეს ხუთები, ბევრი ხუთი სავსე ქაღალდებით, ფოტოებით, წერილებით. გამოიტანეს ყველაფერი, რაც შეეხებოდა ნატოს ცხოვრებას ბოლო 10 წლის განმავლობაში. გამოიტანეს მისი დღიურები, მისი წერილები, მისი პირადი ნივთები. და როდესაც დედა დაბრუნდა სახლში, ის იყო ცარიელი ისეთ, თითქოს იქ არასოდეს არავინ ცხოვრებულა. კედლებზე იყო მხოლოდ ღია კვადრატები იქ, სადაც ფოტოები ეკიდა. იატაკზე იყო მხოლოდ მტვერი იქ, სადაც ავეჯი იდგა. და ჰაერში იყო სუნი, რომელიც გავდა დამწვარ ქაღალდს. ნატოს დედა ცდილობდა გაეგო რა მოხდა. ის დადიოდა ოფისებში, ის ელაპარაკებოდა ოფიციალურ პირებს, ის ითხოვდა პასუხებს. მაგრამ ყველა მას ამბობდა ერთსა და იმავეს, ეს იყო უბედური შემთხვევა. თქვენი ქალიშვილი იყო გმირი. ჩვენ გვწუხს. და როდესაც ის აგრძელებდა კითხვას, მას ეუბნებოდნენ, თქვენ უნდა შეწყვიტოთ. თქვენ უნდა დაივიწყოთ. თქვენ უნდა წახვიდეთ სახლში და ილოცოთ. მაგრამ დედა არ წავიდა. ის დარჩა და ეძებდა იმ ადამიანს, რომელიც იცოდა ჭეშმარიტება. ეძებდა იმ ადამიანს, რომელიც იყო ნატოსთან იმ ბოლო დღეებში. ეძებდა იმ ადამიანს, რომელსაც ეძახდნენ მფარველი. მაგრამ ეს ადამიანი გაქრა. გაქრა ისე სრულყოფილად, თითქოს არასოდეს არ არსებულა. მისი სახელი წაიშალა ყველა დოკუმენტიდან. მისი ფოტოები გაქრა ყველა არქივიდან. მისი ოჯახი გადავიდა სხვა ქალაქში და შეიცვალა გვარი. და როდესაც ვიღაც ცდილობდა იპოვა ის, ამ ადამიანს ეუბნებოდნენ, ასეთი ადამიანი არასოდეს არ არსებულა. თქვენ ცდებით. მაგრამ ნატოს დედა იცოდა, რომ ის არსებობდა. ის იცოდა, რადგან ნახა ის მრავალჯერ, როდესაც ის მოდიოდა ნატოს სახლში, როდესაც ის ელაპარაკებოდა ნატოს დახურული კარის უკან, როდესაც ის გადიოდა და ნატო რჩებოდა მარტო, ფერმკრთალი და შეშინებული. ვინ იყო ეს ადამიანი? რა იყო მისი ნამდვილი როლი ნატოს ცხოვრებაში? და რატომ, როდესაც ნატო მოკვდა, ის გაქრა ისე, თითქოს ქარმა წაიღო. 1932 წლის ნოემბერში, ერთი თვის შემდეგ ნატოს სიკვდილის შემდეგ, თბილისის ცენტრალურ ბანკში მოხდა რაღაც უჩვეულო. ღამის 2 საათზე, როდესაც ქალაქი იძინებდა, ბანკის სეიფებში შევიდნენ ორი ადამიანი, შევიდნენ არა როგორც ქურდები, არამედ როგორც მფლობელები, გასაღებებით, კოდებით, ოფიციალური ნებართვებით. ისინი გახსნეს სეიფი ნომერი 432, სეიფი, რომელიც იყო რეგისტრირებული ნატო ვაჩნაძის სახელზე. შიგნით იყო 1/5, არც თუ ისე დიდი, შავი ხისგან დამზადებული, ბეჭდებით დალუქული. ამ ყუთში იყო ის, რისთვისაც ნატო იბრძოდა მთელი თავისი ცხოვრება, იყო დოკუმენტები, ფოტოები, ჩანაწერები. იყო მტკიცებულებები იმისა, რაც ხდებოდა მის ცხოვრებაში ბოლო 10 წლის განმავლობაში. იყო სახელები ადამიანებისა, რომლებიც აკონტროლებდნენ მას, რომლებიც იყენებდნენ მას, რომლებიც ფლობდნენ მას როგორც ნივთს. მაგრამ ეს ყუთი არასოდეს არ გახსნეს. ის გაიტანეს ბანკიდან და გაქრა. გაქრა ისე სრულყოფილად, თითქოს არასოდეს არ არსებულა. და ერთადერთი ადამიანი, რომელმაც იცოდა ამ სეიფის არსებობა, ნატოს ადვოკატი, მოხუცი კაცი, რომელიც მას ემსახურებოდა 20 წლის განმავლობაში, იპოვეს მკვდარი თავის ოფისში 2 დღის შემდეგ. ოფიციალური ვერსია იყო გულის შეტევა. მაგრამ მისი ოჯახი ამბობდა, რომ ის იყო ჯანმრთელი, რომ ის არასოდეს არ უჩივლია გულზე, რომ ის ყოველდილას ვარჯიშობდა და ჭამდა მხოლოდ ჯანსაღსაკვებს. მაგრამ არავინ არ უსმენდა მათ. რადგან იმ დროს იმ ქვეყანაში, როდესაც ოფიციალური ვერსია იყო გამოცხადებული, არავინ არ ბედავდა მის გაპროტესტებას. ნატოს ფული, რომელიც მან გამოიმუშავა მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, გაქრა. გაქრა ისე სწრაფად და ისე სრულყოფილად, თითქოს არასოდეს არ არსებულა. მისი ბანკის ანგარიშები იყო ცარიელი. მისი ქონება, ბინები, მანქანები, საიუველირო ნივთები, ყველაფერი გაქრა. მისი დედა დარჩა არაფრით, დარჩა მხოლოდ პატარა პენსიით, რომელიც ძლივს ყოფნიდა საკვებისთვის. როდესაც ის ცდილობდა გაეგო, სად წავიდა ფული, მას ეუბნებოდნენ, თქვენი ქალიშვილი ჰქონდა ვალები. ის ჰქონდა ვალები ბევრი ადამიანის წინაშე. ჩვენ უბრალოდ ავასრულეთ მისი ვალდებულებები. მაგრამ დედა იცოდა, რომ ეს სიცრუე იყო. ის იცოდა, რომ ნატოს არ ჰქონდა ვალები. ის იცოდა, რომ ნატო იყო ფრთხილი ფულთან, რომ ის ზოგავდა ყოველ კაპიკს, რომ ის ოცნებობდა იმაზე, რომ ერთ დღეს იყიდა პატარა სახლს ქუთაისში და დაბრუნდებოდა იქ, სადაც დაიბადა. მაგრამ ეს ოცნება არასოდეს არ განხორციელდა.
რადგან ნატოს არ მისცეს საშუალება ეცხოვრა. მას მისცეს მხოლოდ საშუალება ემსახურა იმ სისტემას, რომელიც მას ფლობდა, იმ ადამიანებს, რომლებიც მას იყენებდნენ, იმ ძალას, რომელიც მას აკონტროლებდა. და ახლა, როდესაც ის მოკვდა, ისინი აგრძელებდნენ მის გამოყენებას როგორც სიმბოლოს, როგორც ლეგენდას, როგორც მითს. ისინი აკეთებდნენ მას წმინდად, ისინი აკეთებდნენ მას გმირად, ისინი აკეთებდნენ მას იდეალად. მაგრამ ისინი არასოდეს არ ამბობდნენ ჭეშმარიტებას, არასოდეს არ ამბობდნენ იმაზე, რა ხდებოდა მის ცხოვრებაში, როგორ აწამებდნენ მას, როგორ ფლობდნენ მას, როგორ ანადგურებდნენ მას. რატომ? რატომ იყო ასე მნიშვნელოვანი, რომ ჭეშმარიტება დაფარული ყოფილიყო? რა იყო ის, რაც ნატო იცოდა და რაც ისინი ეშინოდათ, რომ გამოვიდოდა? 1933 წლის გაზაფხულზე, 6 თვის შემდეგ ნატოს სიკვდილის შემდეგ, თბილისში გამოჩნდა ქალი, რომელიც ამბობდა, რომ იცნობდა ნატოს, იცნობდა მას ისე, როგორც არავინ სხვა. ამ ქალს ერქვა თამარი და ის იყო ის, რასაც ამბობდნენ ღამის პეპელა, ქალი, რომელიც მუშაობდა ელიტურ კლუბში, სადაც მოდიოდნენ მხოლოდ ძალიან მდიდარი და ძალიან ძლიერი ადამიანები. თამარი ამბობდა, რომ ნატო ხშირად მოდიოდა ამ კლუბში, მოდიოდა არა როგორც სტუმარი, არამედ როგორც ტყვე. მოდიოდა იმიტომ, რომ მას აიძულებდნენ. მოდიოდა იმიტომ, რომ უნდა შეხვედროდა ადამიანებს, რომლებიც მას იყენებდნენ არა როგორც მსახიობს, არამედ როგორც საჩუქარს, რომელსაც აძლევდნენ მნიშვნელოვან ადამიანებს, რომ მოეგოთ მათი მხარდაჭერა, მათი ლოიალობა, მათი დუმილი. თამარი ამბობდა, რომ ნატო ყოველთვის იყო ფერმკრთალი, ყოველთვის იყო შეშინებული, ყოველთვის იყო მარტო. ის იჯდა კუთხეში, სვამდა ღვინოს და აცქერდა კედელს, თითქოს ცდილობდა გაქრებულიყო. და როდესაც მას უახლოვდებოდა ვიღაც, ის ღიმოდა იმ ღიმილით, რომელიც ყველა მიცოდა ეკრანიდან, იმ ღიმილით, რომელიც იყო ლამაზი და ცარიელი ერთდროულად. მაგრამ მის თვალებში არ იყო ღიმილი. მის თვალებში იყო სიკვდილი. თამარი ამბობდა, რომ ერთ საღამოს, რამდენიმე კვირით ადრე ნატოს სიკვდილამდე, ნატო მივიდა მასთან და უთხრა, მე მალე წავალ. მე მალე გავთავისუფლდები. მაგრამ არა ისე, როგორც მე მინდოდა. თამარმა ჰკითხა, რას ნიშნავს ეს, და ნატომ უპასუხა, ეს ნიშნავს, რომ მე ვიცი, რა მოხდება. მე ვიცი, როდის მოხდება. და მე ვიცი, ვინ გააკეთებს ამას. მაგრამ მე არ შემიძლია გავაჩერო ეს. რადგან თუ ვცდი გავაჩერო, ისინი მოკლავენ არა მხოლოდ მე, არამედ ყველას, ვინც მე მიყვარს. თამარი ეშინოდა. ის სთხოვა ნატოს, წასულიყო პოლიციაში, ეთქვა ყველაფერი. მაგრამ ნატომ გაიცინა, ცივი უსასო, სიცილი და თქვა, პოლიცია. პოლიცია მუშაობს მათთვის. სასამართლო მუშაობს მათთვის. მთელი სისტემა მუშაობს მათთვის. არავინ არ დამეხმარება. არავინ არ შეძლებს დამეხმაროს. და შემდეგ ნატომ გამოიღო პატარა კონვერტი, შავი კონვერტი, ბეჭდით დალუქული და მისცა თამარს. მან უთხრა, შეინახე ეს. შეინახე ეს და არ გახსნა, სანამ მე ვიცოცხლებ. მაგრამ როდესაც მე მოვკვდები და მე მოვკვდები მალე, გახსენი ეს და გაუზიარე ყველას, ვინც მოისმენს. გაუზიარე ჭეშმარიტება. გაუზიარე ის, რაც მე ვერ შევძელი თქმა. თამარმა აიღო კონვერტი. ის აიღო ის და დამალა ისე კარგად, რომ არავინ იპოვიდა. და როდესაც ნატო მოკვდა, თამარმა გახსნა ის. გახსნა და წაიკითხა. და ის, რაც წაიკითხა, მას შეაშინა იმდენად, რომ ის დათვა კონვერტი იმავე წამს. დათვა ის და ფერფლი გაფანტა ქარში. რადგან ის იცოდა, რომ თუ ვიღაც გაიგებდა, რომ მას ჰქონდა ეს დოკუმენტი, ის მოკვდებოდა ისევე, როგორც ნატო, ისევე, როგორც ადვოკატი, ისევე, როგორც ყველა სხვა, ვინც ცდილობდა ჭეშმარიტების გამოძიებას. მაგრამ თამარმა დაიმახსოვრა ყველა სახელი, ყველა თარიღი, ყველა ადგილი. დაიმახსოვრა ყველაფერი, რაც იყო ნაწერი იმ კონვერტში. და ახლა 30 წლის შემდეგ, როდესაც ის უკვე მოხუცია, როდესაც ის უკვე არაფერს ეშინია, ის ამბობს ამას. ის ამბობს ამას იმ იმედით, რომ ვიღაც მოისმენს. იმ იმედით, რომ ვიღაც დაიჯერებს. იმ იმედით, რომ ჭეშმარიტება საბოლოოდ გამოვა. მაგრამ რა იყო ნაწერი იმ კონვერტში? რა იყო ის ჭეშმარიტება, რომელიც ნატო იცოდა და რომელიც მას მოუკლავდა? რა იყო ის სახელები, რომლებიც იყო ჩამოთვლილი იმ ქაღალდზე? 1933 წლის ზაფხულში, როდესაც თბილისი იხუთებოდა მზის სიცხეში და ქუჩები ცარიელი იყო შუადღის საათებში, ერთ-ერთ ძველ სახლში, რომელიც იდგა ვერის ხეივანში, მოხდა რაღაც, რაზეც არავინ არ ისაუბრა ხმამაღლა.
ამ სახლში ცხოვრობდა ქალი, რომელსაც ამბობდნენ ნატოს ჩრდილი ქალი, რომელიც იყო ნატოს პირადი მდივანი ბოლო 5 წლის განმავლობაში. მას ერქვა ეკატერინე და ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა წვდომა ნატოს ყველა საიდუმლოზე, ყველა წერილზე, ყველა ზარზე, ყველა შეხვედრაზე. ეკატერინე იყო ის, ვინც აწყობდა ნატოს გრაფიკს, ვინც პასუხობდა მის ტელეფონებს, ვინც იცავდა მას ჟურნალისტებისგან და ცნობის მოყვარე თვალებისგან. მაგრამ ის ასევე იყო ის, ვინც ყველაფერს ხედავდა იმას, რასაც სხვები არ ხედავდნენ, ხედავდა იმას, რასაც ნატო ცდილობდა დაემალა. იმ ზაფხულის დღეს, როდესაც მზე იდგა ზენიტში და ჰაერი ძრწოდა სიცხისგან, ეკატერინეს კარზე დააკაკუნეს. ის არ ელოდა სტუმრებს. ის იჯდა თავის პატარა სამზარეულოში, სვამდა ცივწყალს და ცდილობდა არ ეფიქრა იმაზე, რაც მოხდა 6 თვის წინ. მაგრამ როდესაც გააღო კარი, დაინახა ორი ადამიანი, ორი მაღალი, ფართომხრებიანი კაცი შავ კოსტიუმებში, რომლებიც ჰგავდნენ ერთმანეთს ისე, თითქოს ტყუპები იყვნენ. ისინი არ წარმოდგნენ. ისინი უბრალოდ შევიდნენ დახურეს კარი და დაჯდნენ მის სამზარეულოს მაგიდასთან, თითქოს ეს მათი სახლი იყო. ერთ-ერთმა თქვა, ჩვენ ვიცით, რომ შენ გაქვს რაღაც, რაც ჩვენ გვჭირდება. ჩვენ ვიცით, რომ ნატო მოგცა რაღაც ბოლო დღეებში. და ჩვენ გვინდა ეს. ეკატერინე შეეცადა უარი ეთქვა. ის თქვა, მე არაფერი მაქვს. ნატომ არაფერი არ მომცა. მაგრამ კაცები არ სჯეროდათ. ისინი დაიწყეს ძებნა ისე მეთოდურად და ისე საფუძვლიანად, თითქოს ეს იყო მათი პროფესია. ისინი გახსნეს ყველა კარა და ყველა უჯრა, ყველა ხუთი. ისინი გადაატრიალეს ავეჯი, გაპობეს ლამაზი ფაიფურის ჭურჭელი, გახიეს ბალიშები და ლეიბები. ისინი ეძებდნენ 2 საათის განმავლობაში და ეკატერინე იჯდა სკამზე, ხელები მოკეცილი ჰქონდა და ლოცულობდა იმაზე, რომ ისინი არ იპოვიდნენ იმას, რასაც ეძებდნენ. რადგან ის იცოდა, რომ თუ იპოვიდნენ, ის მოკდებოდა იმავე წამს. მაგრამ ისინი ვერ იპოვეს. რადგან ეკატერინე იყო ჭკვიანი ქალი, რომელმაც იცოდა, სად უნდა დაემალა ის, რაც არავის უნდა ეპოვა. ის დამალა ის იქ, სადაც არავინ არ ეძებდა, დამალა ის იმ ადგილას, რომელიც იყო ყველაზე აშკარა და ამავე დროს ყველაზე უხილავი. როდესაც კაცები საბოლოოდ წავიდნენ, ეკატერინე დარჩა მარტო თავის დანგრეულ სახლში. ის იჯდა იატაკზე, გარშემო იყო გაფანტული მისი ცხოვრების ნამსხვრევები და ტიროდა არა საკუთარი თავის გამო, არამედ ნატოს გამო. ტიროდა იმიტომ, რომ ის იცოდა, რომ ნატო მართალი იყო. ის იცოდა, რომ ნატო იცოდა, რომ მისი სიკვდილი არ იქნებოდა დასასრული. ის იქნებოდა დასაწყისი იმისა, რაც გაგრძელდებოდა წლების განმავლობაში, თაობების განმავლობაში, იქამდე, სანამ ჭეშმარიტება საბოლოოდ გამოვიდოდა. მაგრამ რა იყო ის, რაც ეკატერინემ დამალა? რა იყო ის, რასაც ისინი ეძებდნენ ისე სასოწარკვეთილად? და სად არის ეს ახლა, 30 წლის შემდეგ? 1934 წელს, როდესაც ქვეყანა იცვლებოდა, როდესაც ძველი სისტემა იშლებოდა და ახალი ჯერ არ იყო აშენებული, ერთ-ერთ პატარა ქალაქში, რომელიც იდგა მთების ძირას, გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ იცნობდა ნატოს ჭეშმარიტ ისტორიას. ამ ადამიანს ერქვა გიორგი და ის იყო ის, რასაც ამბობდნენ ჩრდილოვანი ოპერატორი ადამიანი, რომელიც მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და რომლის საქმე იყო აკონტროლებდა ხელოვნების ადამიანები, დარწმუნებულიყო, რომ ისინი არ გადაცდებოდნენ ხაზს, არ ამბობდნენ იმას, რაც არ უნდა ეთქვათ, არ აკეთებდნენ იმას, რაც არ უნდა გაეკეთებინათ. გიორგი იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც აკონტროლებდა ნატოს, აკონტროლებდა მას არა პირდაპირ, არამედ ჩრდილიდან, უხილავად როგორც მოჩვენება. გიორგი ამბობდა, რომ ნატოს საქმე იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმე, რომელზეც მას მუშაობა უწევდა. ის ამბობდა, რომ ნატო არ იყო უბრალოდ მსახიობი, ის იყო აქტივი, ინსტრუმენტი იარაღი. ის იყო ის, რასაც იყენებდნენ დიპლომატიურ მისიებში, რომ მოეგოთ უცხოელი პარტნიორების ნდობა. ის იყო ის, რასაც იყენებდნენ შიდა პოლიტიკაში, რომ დაეშინებინათ ოპოზიცია. ის იყო ის, რასაც იყენებდნენ როგორც საჩუქარს, რომელსაც აძლევდნენ მნიშვნელოვან ადამიანებს, რომ მოეგოთ მათი ლოიალობა. და ნატო იცოდა ამის შესახებ. ის იცოდა, რომ ის არ იყო თავისუფალი. ის იცოდა, რომ ის იყო მონა, ლამაზი, ძვირფასი მონა, მაგრამ მაინც მონა. გიორგი ამბობდა, რომ ნატო ცდილობდა გაქცევას, ცდილობდა მრავალჯერ. ის ცდილობდა წასულიყო საზღვარგარეთ და აღარ დაბრუნებულიყო. ის ცდილობდა დაქორწინებულიყო უცხოელზე, რომ მიეღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. ის ცდილობდა თავი მოეკლა, ცდილობდა ორჯერ, მაგრამ ორივე ჯერ მას იპოვეს დროულად და გადაარჩინეს. არა იმიტომ, რომ ზრუნავდნენ მასზე, არამედ იმიტომ, რომ ის ჯერ კიდევ სჭირდებოდათ.
ის ჯერ კიდევ იყო სასარგებლო. ის ჯერ კიდევ იყო ღირებული. მაგრამ შემდეგ რაღაც შეიცვალა. შეიცვალა 1932 წლის გაზაფხულზე, როდესაც ნატო შეხვდა ადამიანს, რომელიც არ იყო ნაწილი სისტემისა, რომელიც არ იყო ნაწილი თამაშისა. ამ ადამიანს ერქვა დავით და ის იყო ჟურნალისტი, რომელიც მუშაობდა დასავლურ გაზეთში და რომელიც ცდილობდა გამოეძიებინა ის, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში, ის, რაც ხდებოდა იმ ადამიანებთან, რომლებიც იყვნენ ხელოვნების სამყაროში. დავითმა გაიცნო ნატო ერთ-ერთ პრემიერაზე და როდესაც მან დაინახა მისი თვალები, მისი ღიმილი, მისი მთელი არსება, მან გაიგო, რომ რაღაც არასწორი იყო. მან გაიგო, რომ ეს ქალი, რომელიც ყველას ეჩვენებოდა ბედნიერად, რეალურად იყო გატეხილი. დავითმა დაიწყო ძიება. ის დაიწყო ძიება ფრთხილად, ჩუმად, რომ არავინ შეამჩნია. ის ელაპარაკებოდა ადამიანებს, რომლებიც იცნობდნენ ნატოს. ის ელაპარაკებოდა ადამიანებს, რომლებიც მუშაობდნენ მასთან. ის ელაპარაკებოდა ადამიანებს, რომლებიც ხედავდნენ იმას, რასაც სხვები არ ხედავდნენ. და ნელ-ნელა ის იწყებდა გაგებას იმისა, რაც ხდებოდა ნატოს ცხოვრებაში, იმისა, ვინ აკონტროლებდა მას, იმისა, რატომ ვერ გაქცეულა ის. და შემდეგ დავითმა გააკეთა რაღაც, რაც არავის უნდა გაეკეთებინა. ის შეხვდა ნატოს, შეხვდა მას მარტო დახურული კარის უკან, სადაც არავინ ხედავდა მათ, არავინ უსმენდა მათ. და მან უთხრა ნატოს, მე ვიცი, რაც ხდება შენთან. მე ვიცი, ვინ აკონტროლებს შენ. და მე შემიძლია დაგეხმარო. მე შემიძლია გამოვიტანო შენ აქედან. მე შემიძლია გადაგარჩინო. ნატომ შეხედა მას იმ თვალებით, რომლებიც იყო სავსეცრემლებით და იმედით ერთდროულად და თქვა, შენ არ შეგიძლია გადამარჩინო. არავინ არ შეძლებს გადამარჩინოს. რადგან მე უკვე მკვდარი ვარ. მე მოვკვდი იმ დღეს, როდესაც მოვაწერე ხელი იმ ხელშეკრულებას. მე მოვკვდი იმ დღეს, როდესაც დავეთანხმე გავხდი ის, რაც ისინი მინდოდათ, რომ გამხდარიყავი. და ახლა მე მხოლოდ ველოდები იმ დღეს, როდესაც ჩემი სხეული საბოლოოდ შეწყვეტს მოძრაობას. დავითი შეშინდა. ის სთხოვა ნატოს, ებრძოლა, არ დანებებულიყო. მაგრამ ნატომ თქვა, მე აღარ მაქვს ძალა ბრძოლისთვის. მე აღარ მაქვს ძალა წინააღმდეგობისთვის. მე მხოლოდ მაქვს ძალა იმისთვის, რომ გავუმკლავდე ერთ დღეს, შემდეგ კიდევ ერთ დღეს, შემდეგ კიდევ ერთ დღეს. სანამ საბოლოოდ ყველაფერი დასრულდება. და შემდეგ ნატომ გამოიღო პატარა ფოტო, რომელზეც იყო ის და პატარა გოგონა, რომელიც გავდა მას ისე, თითქოს მისი ასლი იყო. ნატომ თქვა, ეს არის ჩემი ქალიშვილი. ის ცხოვრობს სოფელში, ჩემი დედასთან. არავინ არ იცის მისი არსებობის შესახებ. არავინ არ იცის, რომ მე მყავს ბავშვი. რადგან თუ ისინი გაიგებენ, ისინი გამოიყენებენ მას ჩემს წინააღმდეგ. ისინი გამოიყენებენ მას როგორც იარაღს, როგორც მუქარას, როგორც საშუალებას, რომ დამაყენონ მუხლზე. და მე არ შემიძლია ეს მოუშვა. მე არ შემიძლია, რომ ჩემმა ქალიშვილმა იცხოვროს ისეთი ცხოვრება, როგორიც მე ვიცხოვრე. დავითმა აიღო ფოტო. ის აიღო ის და დაპირდა, რომ დაიცავდა ამ საიდუმლოს. დაპირდა, რომ არასოდეს არ ეტყოდა არავის. მაგრამ ნატომ თქვა, როდესაც მე მოვკვდები და მე მოვკვდები მალე, შენ უნდა იპოვო ჩემი ქალიშვილი. შენ უნდა უთხრა მას ჭეშმარიტება. შენ უნდა უთხრა მას, რომ მე ვიყავი არა ის, რაც ხალხს ეჩვენებოდა. შენ უნდა უთხრა მას, რომ მე ვიყავი ტყვე. და შენ უნდა უთხრა მას, რომ მე ვუყვარდი ის უფრო მეტად, ვიდრე რაიმე სხვა ამ სამყაროში. დავითმა დაპირდა. მაგრამ ის არასოდეს არ შეძლო ამ დაპირების შესრულება. რადგან 2 კვირის შემდეგ იმ შეხვედრის შემდეგ, დავითი გაქრა ისე სრულყოფილად, თითქოს არასოდეს არ არსებულა. მისი ოფისი იყო ცარიელი. მისი ბინა იყო ცარიელი. მისი ოჯახი ამბობდა, რომ ის წავიდა საზღვარგარეთ სამუშაოდ. მაგრამ არავინ არ იცოდა სად. არავინ არ იცოდა როდის დაბრუნდებოდა. და არავინ არასოდეს აღარ ნახა ის. გიორგი ამბობს, რომ ის იცის, რა მოუვიდა დავითს. ის ამბობს, რომ დავითი იყო გაწმენდილი, ეს იყო ტერმინი, რომელსაც იყენებდნენ იმ დროს, როდესაც ადამიანი ხდებოდა პრობლემა და უნდა გაქრებულიყო. გიორგი ამბობს, რომ დავითის სხეული არასოდეს არ იქნება ნაპოვნი. ის ამბობს, რომ ის არის იქ, სადაც არის ბევრი სხვა სხეულები ადამიანებისა, რომლებმაც იცოდეს ძალიან ბევრი, რომლებმაც ამბობდნენ ძალიან ბევრს, რომლებმაც ცდილობდნენ ძალიან ბევრს. და ნატო იცოდა ამის შესახებ. ის იცოდა, რომ დავითი გაქრა მისი გამო.
ის იცოდა, რომ ის იყო პასუხისმგებელი მისი სიკვდილისთვის. და ეს იყო ის, რამაც საბოლოოდ გატეხა ის. ეს იყო ის, რამაც მას უთხრა, მე აღარ შემიძლია. მე აღარ მინდა. მე მზად ვარ წასვლისთვის. რამდენი ადამიანი გაქრა ნატოს გამო? რამდენი ადამიანი მოკვდა იმიტომ, რომ ცდილობდა დაეხმარა მას? და სად არის ახლა ის ფოტო ნატოს ქალიშვილისა, რომელიც არავინ არ იცის? 1932 წლის შემოდგომაზე ბოლო თვეებში ნატოს ცხოვრებისა მოხდა რაღაც, რაც შეიძლება ყოფილიყო მისი გადარჩენა, მაგრამ რაც ნამდვილად გახდა მისი განაჩენი. ნატო მიიწვიეს მოსკოვში, მიიწვიეს იმ ფილმის გადასაღებად, რომელიც უნდა გამხდარიყო მისი უდიდესი ტრიუმფი. მაგრამ ნატო არ სურდა წასვლა. ის ამბობდა, რომ ის გრძნობდა რაღაცას, რაც მას ეუბნებოდა, რომ ეს იყო ხაფანგი, რომ ეს იყო დასასრული. ის ამბობდა თავის ახლობლებს, თუ წავალ მოსკოვში, მე აღარ დაუბრუნდები. მე ვიცი ეს. მე უგრძნობ ამას ჩემს ძვლებში. მაგრამ მას არ ჰქონდა არჩევანი. მას უთხრეს, რომ თუ არ წავიდოდა, მისი დედა დაიჭერდნენ. მას უთხრეს, რომ თუ არ წავიდოდა, მისი ქალიშვილი იპოვიდნენ. მას უთხრეს, რომ თუ არ წავიდოდა, ყველაფერი, რისთვისაც ის იბრძოდა, ყველაფერი, რისთვისაც ის იტანჯებოდა, იქნებოდა უაზრო. და ნატო წავიდა. წავიდა იმ იმედით, რომ შეიძლება ის ცდებოდა. წავიდა იმ იმედით, რომ შეიძლება ყველაფერი კარგად იქნებოდა. მოსკოვში ნატო ცხოვრობდა სასტუმროში, მეტროპოლი, იმავე სასტუმროში, სადაც ის ცხოვრობდა წლების წინ. მაგრამ ახლა ყველაფერი იყო განსხვავებული. ახლა ის იყო მარტო ისე, როგორც არასოდეს ყოფილა. მასთან არ იყო მეგობრები, არ იყო ოჯახი, არ იყო ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ დაეცვათ ის. მასთან იყო მხოლოდ ის ადამიანი, რომელსაც ეძახდნენ ფარველი, ის ადამიანი, რომელიც აკონტროლებდა მას ყოველ წუთს, ყოველ საათს, ყოველ დღეს. გადაღებები იყო კოშმარი. ნატო ვერ ახერხებდა როლში შესვლას. ის ვერ ახერხებდა ხაზების დამახსოვრებას. ის ვერ ახერხებდა იმის გაკეთებას, რაც მას ყოველთვის გამოსდიოდა ისე ადვილად. რეჟისორი ყვიროდა მასზე. პროდიუსერი ემუქრებოდა მას. მთელი გუნდი უყურებდა მას, როგორც რაღაცას, რაც გატეხილი იყო, რაც აღარ მუშაობდა, რაც აღარ იყო სასარგებლო. და ერთ საღამოს გადაღებების შემდეგ, როდესაც ნატო დაბრუნდა თავის ნომერში, ის იპოვა კიდევ ერთი წერილი, ბოლო წერილი. ისევ შავი კონვერტი. ისევ ბეჭედი. მაგრამ ამჯერად შიგნით იყო არა სიტყვები, არამედ ფოტო, რომელზეც იყო ის და დავითი, ის ჟურნალისტი, რომელიც გაქრა. ფოტო, რომელიც გადაღებული იყო იმ დღეს, როდესაც ისინი შეხვდნენ, გადაღებული იყო ვიღაცის მიერ, ვინც მათ აკვირდებოდა, ვინც მათ ისმენდა, ვინც იცოდა ყველაფერი. და ფოტოს ქვემოთ იყო ნაწერი წითელი მელნით, რომელიც გავდა სისხლს. შენ იცოდი, რომ ეს მოხდებოდა. შენ იცოდი, რომ ის მოკვდებოდა. და შენ მაინც ელაპარაკე მას. ახლა დრო დადგა, რომ შენს გადაიხადო. ნატომ დაწვა ფოტო. დაწვა ის და ფერფლი გაფანტა ფანჯრიდან, ქარმა წაიღო. მაგრამ სიტყვები დარჩა მის თავში, როგორც ნაცვა. დრო დადგა, რომ შენს გადაიხადო. ის იცოდა, რას ნიშნავდა ეს. ის იცოდა, რომ ისინი მოდიოდნენ. ის იცოდა, რომ მისი დრო იწურებოდა. მაგრამ ნატო აღარ ეშინოდა. ის აღარ ცდილობდა გაქცევას. ის აღარ ცდილობდა ბრძოლას. ის უბრალოდ ელოდა იმ დღეს, როდესაც ყველაფერი დასრულდებოდა, როდესაც ის საბოლოოდ გათავისუფლდებოდა, როდესაც ის საბოლოოდ დაისვენებდა. და ის დღე მოვიდა 1932 წლის ოქტომბერში 25 რიცხვს. ის დღე, როდესაც ნატო ჩაჯდა თვითმფრინავში, რომელიც მიფრინავდა თბილისისკენ. ის დღე, როდესაც ის იჯდა თავის ადგილზე, ხელები მოჭერილი ჰქონდა და აცქერდა ფანჯარას. ის დღე, როდესაც ის იცოდა სრულიად ნათლად, რომ ეს იყო მისი ბოლო მოგზაურობა. მეზობელი მგზავრი, რომელიც გადარჩა, ამბობს, რომ ნატო იყო მშვიდი ისე, როგორც არავინ სხვა იმ თვითმფრინავში. როდესაც თვითმფრინავი დაიწყო ვარდნა, როდესაც ხალხი იწყებდა ყვირილს, როდესაც პილოტი ცდილობდა კონტროლის აღდგენას, ნატო უბრალოდ იჯდა და უყურებდა. უყურებდა ცას, რომელიც ახლოვდებოდა. უყურებდა მიწას, რომელიც მოდიოდა. უყურებდა თავის ცხოვრებას, რომელიც გადიოდა მის თვალწინ, გადიოდა როგორც ფილმი, როგორც სიზმარი, როგორც კოშმარი. და ბოლო წამში მის ცხოვრებისა, ნატომ გააკეთა რაღაც, რაც არავინ არ მოელოდა. ის გამოიღო პატარა ქაღალდი, რომელიც ჰქონდა დამალული თავის ჩანთაში და დაწერა ერთი წინადადება.
ერთი წინადადება, რომელიც იყო მისი ბოლო სიტყვები, მისი ბოლო აღსარება, მისი ბოლო ჭეშმარიტება. და შემდეგ ის ჩაიდო ეს ქაღალდი თავის ჯიბეში, იმ იმედით, რომ ვიღაც იპოვიდა მას, იმ იმედით, რომ ვიღაც წაიკითხავდა მას, იმ იმედით, რომ ჭეშმარიტება საბოლოოდ გამოვიდოდა. მაგრამ ეს ქაღალდი არასოდეს არ იქნა ნაპოვნი. ან თუ იქნა ნაპოვნი, ის განადგურდა. რადგან როდესაც ნატოს სხეული იპოვეს, როდესაც იპოვეს ის, რაც დარჩა მისგან ცეცხლის შემდეგ, მის ჯიბეში არაფერი იყო. არც ქაღალდი, არც წერილი, არც ბოლო სიტყვები. არაფერი. თითქოს ვიღაცამ წინასწარ იცოდა, რომ უნდა გაწმენდა ყველაფერი, რომ უნდა წაშლილიყო ყველა კვალი, რომ უნდა დაფარულიყო ყველა ჭეშმარიტება. და ახლა 30 წლის შემდეგ ჩვენ ვსვამთ კითხვას, რა იყო ნაწერი იმ ქაღალდზე? რა იყო ნატოს ბოლო სიტყვები? რა იყო ის ჭეშმარიტება, რომელიც მან ცდილობდა გაეზიარებინა სამყაროსთვის? და ვინ იყო ის ადამიანი, რომელსაც ეძახდნენ მფარველი, ის ადამიანი, რომელიც გაქრა იმავე დღეს, როდესაც ნატო მოკვდა, ის ადამიანი, რომელიც არასოდეს აღარ იქნა ნაპოვნი. 1932 წლის ოქტომბრის 25 საღამოს 6 საათზე, როდესაც მზე ჩადიოდა თბილისის მთებს უკან და წაიღებებოდა სისხლისფერად, ერთ-ერთ ძველ სახლში, რომელიც იდგა სოლოლაკის ვიწრო ქუჩაში, ტელეფონი დარეკა. ამ სახლში ცხოვრობდა ქალი, რომელსაც ამბობდნენ ნატოს უკანასკნელი მეგობარი, ქალი, რომელიც იყო მასთან იმ ბოლო საშინელ თვეებში, როდესაც ყველა სხვა მიატოვებდა მას. მას ერქვა სოფიო და ის იყო მსახიობი, არა ისეთი ცნობილი, როგორც ნატო, არა ისეთი ლამაზი, მაგრამ ერთგული, გულწრფელი ადამიანი, რომელსაც შეეძლო დუმილი მაშინაც კი, როდესაც დუმილი იყო ყველაზე საშიში არჩევანი. სოფიომ აიღო ტელეფონი და გაიგონა ხმა, რომელიც იყო დამახინჯებული, შეშინებული, თითქოს ადამიანი საუბრობდა ხელით დახურული პირით, რომ არავინ გაეგონა. ხმამ თქვა, ნატო მოკვდა. თვითმფრინავი ჩამოვარდა. მაგრამ ეს არ იყო უბედური შემთხვევა. ეს იყო ის, რისი მოლოდინშიც ვიყავით. და ახლა ისინი მოდიან ყველასთან, ვინც იცოდა რაიმე. შენ უნდა გაქრე. შენ უნდა წახვიდე ახლავე, სანამ ძალიან გვიან არ არის. სოფიომ არ დაელოდა ახსნას. ის იცოდა, ვინ იყო ისინი. ის იცოდა, რას ნიშნავდა გაქრება. ის აიღო პატარა ჩანთა, ჩაიდო მასში რამდენიმე ტანსაცმელი, რამდენიმე ფოტო და ერთი რამ, რაც ნატომ მისცა მას 2 კვირით ადრე, როდესაც ისინი ბოლოჯერ შეხვდნენ. ეს იყო პატარა ყუთი, ხისგან დამზადებული, ძველი, გახეხილი, რომელზეც იყო გამოკვეთილი ჯვარი და ვარდი. ნატომ უთხრა მას, შეინახე ეს. არ გახსნა ეს ჩემს სიცოცხლეში. მაგრამ როდესაც მე აღარ ვიქნები, გახსენი და გააკეთე ის, რაც შენი გულისხმა გეტყვის. სოფიომ არ ჰკითხა, რა იყო შიგნით. ის უბრალოდ აიღო ის, ჩაიდო ჩანთაში და გავიდა სახლიდან, გავიდა იმ ღამეს, როდესაც ქალაქი იძინებდა, როდესაც ქუჩები იყო ცარიელი, როდესაც მხოლოდ ძაღლები ყებდნენ შორს, სადღაც მთების მიმართულებით. სოფიო წავიდა სოფელში, რომელიც იდგა მთების ძირას, სადაც მისი დედისთვის ოჯახი ცხოვრობდა, სადაც არავინ არ იცნობდა მას, სადაც ის შეეძლო დამალულიყო. იქ ის გაჩერდა 2 წლის განმავლობაში, 2 წელი, რომლის განმავლობაშიც ის არ დაბრუნდა თბილისში, არ დაუკავშირდა არავის, არ ისაუბრა ნატოზე. 2 წელი, რომლის განმავლობაშიც ის ყოველ ღამეს იჯდა თავის პატარა ოთახში, უჭირავდა ხელში ის ყუთი და ფიქრობდა იმაზე, უნდა გაეხსნა თუ არა, უნდა ენახა თუ არა ის, რაც ნატომ დატოვა მისთვის. მაგრამ ის ეშინოდა იმისა, რაც შეეძლო იპოვა იქ. ეშინოდა იმისა, რომ ეს ცოდნა მას მოუკლავდა, ისევე როგორც მოუკლა ნატოს, ისევე როგორც მოუკლა დავითს, ისევე როგორც მოუკლა ყველას, ვინც ცდილობდა ჭეშმარიტების გამოძიებას. მაგრამ 1934 წელს, როდესაც ქვეყანა იცვლებოდა, როდესაც ძველი სისტემა იშლებოდა, როდესაც ხალხი იწყებდა საუბარს იმაზე, რაზეც წლების განმავლობაში დუმდა, სოფიომ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ დრო დადგა იმისთვის, რომ გაეხსნა ის ყუთი, რომ ენახა ის, რაც ნატომ დატოვა, რომ გაეგო ის ჭეშმარიტება, რომელიც ნატო ცდილობდა გაეზიარებინა სამყაროსთვის. სოფიომ გააღო ყუთი ერთ ღამეს, როდესაც მთელი სახლი იძინებდა, როდესაც მხოლოდ სანთლის ალი ანათებდა ოთახში. შიგნით იყო რამდენიმე რამ, რომელიც ხსნიდა ყველაფერს, რომელიც ამბობდა ჭეშმარიტებას, რომელიც აჩვენებდა იმას, რაც ხდებოდა ნატოს ცხოვრებაში იმ ბოლო საშინელ წლებში. იყო ფოტოები, რომლებზეც იყო ნატო და ადამიანები, რომლებიც არ უნდა ყოფილიყვნენ მასთან, ადამიანები, რომლებიც იყენებდნენ მას, ადამიანები, რომლებიც ფლობდნენ მას. იყო წერილები, რომლებშიც ნატო წერდა თავის ტანჯვაზე, თავის შიშზე, თავის სასოწარკვეთაზე.
იყო დოკუმენტები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ნატოს ფული გაიტაცეს, რომ მისი ქონება მოიპარეს, რომ მისი ცხოვრება იყო არა მისი, არამედ მათი, ვინც მას აკონტროლებდა. და იყო ერთი ბოლო რამ, რომელიც იყო ყველაზე საშიში, ყველაზე საშინელი. ეს იყო სია სახელებისა, თარიღებისა, ადგილებისა. სია იმ ადამიანებისა, რომლებიც იყვნენ ნაწილი იმ სისტემისა, რომელიც ფლობდა ნატოს. სია იმ ადამიანებისა, რომლებიც იყენებდნენ მას როგორც ნივთს, როგორც საჩუქარს, როგორც იარაღს. სია იმ ადამიანებისა, რომლებიც იყვნენ პასუხისმგებელნი მისი სიკვდილისთვის. სოფიომ წაიკითხა ეს სია და შეშინდა იმდენად, რომ მისი ხელები ძრწოდა, მისი გული ცემდა ისე ძლიერად, რომ ის ფიქრობდა, რომ გულის შეტევა მოუვიდოდა. რადგან ამ სიაში იყო სახელები ადამიანებისა, რომლებიც ჯერ კიდევ იყვნენ ცოცხალი, რომლებიც ჯერ კიდევ ფლობდნენ ძალას, რომლებიც ჯერ კიდევ შეეძლოთ მოეკლათ ის, თუ გაიგებდნენ, რომ მას ჰქონდა ეს ინფორმაცია. მაგრამ სოფიომ არ დაწვა ეს დოკუმენტები. ის არ განადგურა ისინი. ის დამალა ისინი ისე კარგად, რომ არავინ იპოვიდა, მაგრამ ისე, რომ ერთ დღეს, როდესაც დრო დადგებოდა, ვიღაც შეძლებდა მათ პოვნას. და ახლა 30 წლის შემდეგ სოფიო ამბობს, რომ დრო დადგა იმისთვის, რომ ჭეშმარიტება გამოვიდეს. დრო დადგა იმისთვის, რომ ხალხმა იცოდეს, რა მოხდა ნატოსთან. დრო დადგა იმისთვის, რომ ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ პასუხისმგებელნი მისი სიკვდილისთვის, საბოლოოდ პასუხი გაეცათ. მაგრამ ვინ არიან ეს ადამიანები? სად არიან ისინი ახლა? და რატომ 30 წლის შემდეგ ისინი ჯერ კიდევ არ არიან დასჯილი? 1935 წელს, 3 წლის შემდეგ ნატოს სიკვდილის შემდეგ, თბილისში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ ის იყო ნატოს ქალიშვილი, ის ქალიშვილი, რომლის არსებობის შესახებ არავინ არ იცოდა, ის ქალიშვილი, რომელიც ცხოვრობდა სოფელში ნატოს დედასთან, ის ქალიშვილი, რომელიც იყო ნატოს უდიდესი საიდუმლო და უდიდესი სიყვარული. მას ერქვა თამარ ვაჩნაძე და ის იყო ახლა 18 წლის ლამაზი გოგონა, რომელიც გავდა ნატოს ისე, რომ ხალხი ქუჩაში ჩერდებოდა და აცქერდებოდა მას, თითქოს მოჩვენებას ხედავდნენ. თამარი მოვიდა თბილისში იმ მიზნით, რომ გაეგო რა მოხდა მის დედასთან, გაეგო ჭეშმარიტება, რომელიც მისგან მალავდნენ მთელი ცხოვრება. თამარს უთხრეს, რომ მისი დედა იყო გმირი, რომ ის იყო ლეგენდა, რომ ის მოკვდა უბედური შემთხვევის შედეგად. მაგრამ თამარი არ სჯეროდა ამას. ის იცოდა, რომ რაღაც არასწორი იყო. ის იცოდა, რადგან მისი ბებია, ნატოს დედა, ყოველთვის ტიროდა, როდესაც საუბარი იყო ნატოზე. ის იცოდა, რადგან მისი ბებია ყოველთვის ამბობდა, შენი დედა არ მოკვდა უბედური შემთხვევის შედეგად. შენი დედა მოკლეს. მოკლეს იმიტომ, რომ ის იცოდა ძალიან ბევრი. მოკლეს იმიტომ, რომ ის ცდილობდა გათავისუფლებულიყო. მოკლეს იმიტომ, რომ ის იყო საფრთხე მათთვის, ვინც მას ფლობდა. თამარმა დაიწყო ძიება. ის დაიწყო ძიება ფრთხილად, ჩუმად, რომ არავინ შეამჩნია. ის ელაპარაკებოდა ადამიანებს, რომლებიც იცნობდნენ ნატოს. ის ელაპარაკებოდა ადამიანებს, რომლებიც მუშაობდნენ მასთან. ის ელაპარაკებოდა ადამიანებს, რომლებიც ხედავდნენ იმას, რასაც სხვები არ ხედავდნენ. და ნელ-ნელა ის იწყებდა გაგებას იმისა, რაც მოხდა მის დედასთან, იმისა, ვინ იყო პასუხისმგებელი მისი სიკვდილისთვის, იმისა, რატომ ჭეშმარიტება იყო დაფარული 30 წლის განმავლობაში. და შემდეგ თამარმა იპოვა სოფიო, იპოვა ის ერთ-ერთ ძველ სახლში, სადაც ის ცხოვრობდა მარტო, დავიწყებული ყველას მიერ. სოფიო იყო ახლა მოხუცი ქალი, ფერმკრთალი, სუსტი, მაგრამ მისი თვალები ჯერ კიდევ იყო ცოცხალი, ჯერ კიდევ იყო სავსე მოგონებებით და ტკივილით. როდესაც სოფიომ დაინახა თამარი, ის დაიწყო ტირილი ისე, თითქოს ყველა ის ცრემლი, რომელიც ის იკავებდა 30 წლის განმავლობაში, საბოლოოდ გამოვიდა. ის ჩაეხუტა თამარს და თქვა, შენ ხარ ნატოს ქალიშვილი. შენ ხარ ის, ვისთვისაც ის იბრძოდა. შენ ხარ ის, ვისთვისაც ის მოკვდა. სოფიომ უთხრა თამარს ყველაფერი, რაც იცოდა, ყველაფერი, რაც ხედა, ყველაფერი, რაც ნატომ უთხრა მას იმ ბოლო დღეებში. უთხრა იმაზე, როგორ აკონტროლებდნენ ნატოს, როგორ იყენებდნენ მას, როგორ ფლობდნენ მას, როგორც ნივთს. უთხრა იმაზე, როგორ ცდილობდა ნატო გაქცევას, როგორ ცდილობდა ბრძოლას, როგორ ცდილობდა გათავისუფლებას. უთხრა იმაზე, როგორ იცოდა ნატომ, რომ ის მოკვდებოდა, როგორ იცოდა, როდის მოკვდებოდა, როგორ იცოდა, ვინ იქნებოდა პასუხისმგებელი მისი სიკვდილისთვის. და შემდეგ სოფიომ გამოიღო ის ხუთი, რომელიც ნატომ მისცა მას იმ ბოლო შეხვედრაზე. გამოიღო ის და მისცა თამარს. თქვა, ეს არის შენი დედის მემკვიდრეობა. ეს არის ის, რისთვისაც ის იბრძოდა. ეს არის ის, რისთვისაც ის მოკვდა.
და ახლა ეს არის შენი. შენი არის გადაწყვეტილება, რა გააკეთო ამით. შენი არის გადაწყვეტილება, გამოაქვეყნო თუ არა ეს ჭეშმარიტება. თამარმა აიღო 5. აიღო ის და გახსნა. და როდესაც დაინახა ის, რაც იყო შიგნით, როდესაც დაინახა ფოტოები, წერილები, დოკუმენტები, სია, ის გაიგო. გაიგო, რატომ მოკლეს მისი დედა. გაიგო, ვინ იყო პასუხისმგებელი. გაიგო, რატომ ჭეშმარიტება იყო დაფარული 30 წლის განმავლობაში. მაგრამ თამარმა არ გამოაქვეყნა ეს დოკუმენტები. ის არ წავიდა გაზეთებში, არ წავიდა ტელევიზიაში, არ წავიდა პოლიციაში. რადგან ის იცოდა, რომ თუ გააკეთებდა ამას, ის მოკვდებოდა ისევე, როგორც მისი დედა, ისევე, როგორც ყველა სხვა, ვინც ცდილობდა ჭეშმარიტების გამოძიებას. ის უბრალოდ დამალა ეს დოკუმენტები, დამალა ისინი ისე კარგად, რომ არავინ იპოვიდა, მაგრამ ისე, რომ ერთ დღეს, როდესაც დრო დადგებოდა, ვიღაც შეძლებდა მათ პოვნას. და ახლა 30 წლის შემდეგ თამარი ამბობს, რომ დრო დადგა. დრო დადგა იმისთვის, რომ ჭეშმარიტება გამოვიდეს. დრო დადგა იმისთვის, რომ ხალხმა იცოდეს, რა მოხდა ნატოსთან. დრო დადგა იმისთვის, რომ ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ პასუხისმგებელნი მისი დედის სიკვდილისთვის, საბოლოოდ პასუხი გაეცათ. მაგრამ ვინ არიან ეს ადამიანები? სად არიან ისინი ახლა? და რატომ 30 წლის შემდეგ ისინი ჯერ კიდევ არ არიან დასჯილი? 2022 წელს 30 წლის შემდეგ ნატოს სიკვდილის შემდეგ ერთ-ერთ ძველ არქივში, რომელიც იდგა თბილისის ცენტრში, იპოვეს დოკუმენტები, რომლებიც იყო დალუქული 30 წლის განმავლობაში, დოკუმენტები, რომლებზეც იყო ნაწერი, სრულიად საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც ხსნიდნენ ყველაფერს. ეს იყო საქმე ნატო ვაჩნაძის თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ, საქმე, რომელიც იყო დახურული 1932 წელს, საქმე, რომელზეც არავის არ ჰქონდა წვდომა 30 წლის განმავლობაში. ამ საქმეში იყო ყველაფერი, ყველა დოკუმენტი, ყველა ჩვენება, ყველა მტკიცებულება. იყო ტექნიკური ანგარიში, რომელიც ამბობდა, რომ თვითმფრინავი იყო გამართული, რომ არანაირი ტექნიკური პრობლემა არ იყო. იყო პილოტის ბოლო სიტყვები, რომლებიც ჩაიწერა შავხუთში, სიტყვები, რომლებიც ამბობდა, ჩვენ კარგავთ კონტროლს. რაღაც არასწორია. ეს არ არის ჩვეულებრივი გაუმართაობა. ეს არის რაღაც სხვა. იყო ჩვენებები მგზავრებისა, რომლებიც გადარჩნენ, ჩვენებები, რომლებში ისინი ამბობდნენ, რომ ისინი გაიგონეს აფეთქება, რომელიც მოვიდა თვითმფრინავის უკანა ნაწილიდან, აფეთქება, რომელიც იყო ძალიან ხმამაღალი, ძალიან ძლიერი, რომ ყოფილიყო უბრალოდ ტექნიკური გაუმართაობა. და იყო ერთი ბოლო დოკუმენტი, რომელიც იყო ყველაზე საშიში, ყველაზე საშინელი. ეს იყო ანგარიში ექსპერტისა, რომელიც იკვლევდა თვითმფრინავის ნამსხვრევებს. ამ ანგარიშში იყო ნაწერი, ჩვენ ვიპოვეთ კვალები ფეთქებადი მასალისა თვითმფრინავის უკანა ნაწილში. ეს კვალები მიუთითებს იმაზე, რომ თვითმფრინავში იყო ჩადებული ბომბი, პატარა ბომბი, რომელიც გააქტიურდა ჰაერში, რომელიც გამოიწვია აფეთქება, რომელიც გამოიწვია თვითმფრინავის ვარდნა. მაგრამ ეს ანგარიში არასოდეს არ გამოქვეყნდა. ეს ანგარიში დალუქეს იმავე დღეს, როდესაც ის დაიწერა. და ექსპერტი, რომელმაც დაწერა ის, გაქრა ისე სრულყოფილად, თითქოს არასოდეს არ არსებულა. ახლა, როდესაც ეს დოკუმენტები იპოვეს, ხალხი იწყებს კითხვას, ვინ ჩადო ბომბი იმ თვითმფრინავში? ვინ იყო პასუხისმგებელი ნატოს სიკვდილისთვის? და რატომ ეს ჭეშმარიტება იყო დაფარული 30 წლის განმავლობაში? პასუხი არის მარტივი და საშინელი ერთდროულად. ბომბი ჩადო ადამიანმა, რომელიც იყო ნატოს მფარველი, ადამიანმა, რომელიც აკონტროლებდა მას ყოველ დღეს, ყოველ საათს, ყოველ წუთს. ადამიანმა, რომელსაც ერქვა, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის დრო, რომ ეს სახელი გამოვთქვათ. რადგან ეს ადამიანი ჯერ კიდევ არის ცოცხალი. ეს ადამიანი ჯერ კიდევ ფლობს ძალას. ეს ადამიანი ჯერ კიდევ შეუძლია მოკლას ის, ვინც ამბობს მის სახელს. მაგრამ ერთი რამ ვიცით, რომ ეს ადამიანი არ იყო მარტო. ის იყო ნაწილი სისტემისა, რომელიც აკონტროლებდა ხელოვნების ადამიანებს, რომელიც იყენებდა მათ როგორც ნივთებს, როგორც იარაღებს, როგორც საჩუქრებს. სისტემისა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს, ჯერ კიდევ მუშაობს, ჯერ კიდევ ფლობს ძალას. და ნატო იცოდა ამის შესახებ. ის იცოდა, რომ ის იყო ნაწილი ამ სისტემისა. ის იცოდა, რომ ის არ შეეძლო გაქცევა. ის იცოდა, რომ ის არ შეეძლო ბრძოლა. ის იცოდა, რომ მისი ერთადერთი არჩევანი იყო სიკვდილი, რომელიც მოვიდოდა მალე, რომელიც მოვიდოდა ცეცხლით, რომელიც მოვიდოდა ზეციდან. და ის მოვიდა.
მოვიდა 1932 წლის ოქტომბრის 25-ს, როდესაც ნატო ჩაჯდა იმ თვითმფრინავში, როდესაც ის იცოდა, რომ ეს იყო მისი ბოლო მოგზაურობა, როდესაც ის იცოდა, რომ ის აღარასოდეს დაბრუნდებოდა. ნატო ვაჩნაძე დაიბადა 1921 წელს და გარდაიცვალა 1932 წელს, ცხოვრობდა მხოლოდ 21 წელი, მაგრამ ამ 21 წელში ის იყო ყველაფერი, იყო ვარსკვლავი, იყო ხატი, იყო ლეგენდა. მაგრამ ის ასევე იყო ტყვე სისტემისა, რომელიც მას ფლობდა, ტყვე ადამიანებისა, რომლებიც მას იყენებდნენ, ტყვე ბედისა, რომელიც მას არ აძლევდა არჩევანს. მისი სიკვდილის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და არაფერი შეიცვალა ერთდროულად. მისი სახელი გახდა წმინდა, მისი ისტორია გახდა ლეგენდა, მისი სახე გახდა სიმბოლო. მაგრამ ჭეშმარიტება დარჩა დაფარული 30 წლის განმავლობაში, დარჩა დაფარული იმ ადამიანების მიერ, რომლებიც იყვნენ პასუხისმგებელნი მისი სიკვდილისთვის, დარჩა დაფარული იმ სისტემის მიერ, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს, ჯერ კიდევ მუშაობს, ჯერ კიდევ ფლობს ძალას. მაგრამ ახლა 30 წლის შემდეგ ჭეშმარიტება იწყებს გამოსვლას ნელ-ნელა, ფრთხილად, როგორც მზე ღრუბლების უკნიდან. იწყებს გამოსვლას იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებიც იცნობდნენ ნატოს, რომლებიც უყვარდათ ის, რომლებიც ახლა აღარ ეშინიათ. იწყებს გამოსვლას იმ დოკუმენტების მეშვეობით, რომლებიც იყო დალუქული 30 წლის განმავლობაში, რომლებიც ახლა იპოვეს, რომლებიც ახლა ხსნიან ყველაფერს. და ერთ დღეს, შეიძლება არა დღეს, შეიძლება არა ხვალ, მაგრამ ერთ დღეს ჭეშმარიტება სრულად გამოვა. გამოვა ის, ვინ იყო პასუხისმგებელი ნატოს სიკვდილისთვის. გამოვა ის, რატომ მოკლეს ის. გამოვა ის, როგორ მოკლეს ის. და გამოვა ის, რატომ ეს ჭეშმარიტება იყო დაფარული 30 წლის განმავლობაში. მაგრამ ერთი რამ უკვე ვიცით, რომ ნატო ვაჩნაძე არ იყო უბრალოდ მსახიობი. ის იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა სიზმრები, ჰქონდა შიშები, ჰქონდა იმედები. ადამიანი, რომელიც ცდილობდა ეცხოვრა, ცდილობდა ებრძოლა, ცდილობდა გათავისუფლებულიყო. ადამიანი, რომელმაც საბოლოოდ დაკარგა ეს ბრძოლა, მაგრამ რომელიც არასოდეს არ დანებდა იმ იმედს, რომ ერთ დღეს ჭეშმარიტება გამოვიდოდა, რომ ერთ დღეს სამართლიანობა აღსრულდებოდა, რომ ერთ დღეს მისი ისტორია ითქმებოდა არა როგორც ლეგენდა, არამედ როგორც ჭეშმარიტება. და ახლა 30 წლის შემდეგ ჩვენ ვყვებით ამ ისტორიას, ვყვებით მას არა იმიტომ, რომ გვინდა განადგურება იმ ადამიანებისა, რომლებიც იყვნენ პასუხისმგებელნი ნატოს სიკვდილისთვის, არამედ იმიტომ, რომ გვინდა პატივისცემა იმ ადამიანისა, რომელიც იყო ნატო ვაჩნაძე. გვინდა, რომ ხალხმა იცოდეს, რომ ის არ იყო მხოლოდ ლამაზი სახე ეკრანზე. ის იყო ადამიანი, რომელიც იტანჯებოდა, რომელიც იბრძოდა, რომელიც საბოლოოდ დაიღუპა იმ სისტემის ხელში, რომელიც მას ფლობდა. მაგრამ მისი ისტორია არ დასრულდა მის სიკვდილთან ერთად. მისი ისტორია გრძელდება მის ქალიშვილში, რომელიც ახლა ცხოვრობს და ინახავს მის მემკვიდრეობას. გრძელდება იმ ადამიანებში, რომლებიც იცნობდნენ მას და ახლა ყვებიან მის ჭეშმარიტ ისტორიას. გრძელდება იმ დოკუმენტებში, რომლებიც ახლა იპოვეს და ხსნიან ყველაფერს. გრძელდება ჩვენში, ვინც ვისმენთ ამ ისტორიას, ვინც ვიცავთ ამ მეხსიერებას, ვინც ვიბრძვით იმისთვის, რომ ჭეშმარიტება საბოლოოდ გამოვიდეს. ნატო ვაჩნაძე იყო დამწვარი სილამაზე, რომელიც იყო ძალიან ლამაზი ამ სამყაროსთვის, ძალიან სუფთა ამ სისტემისთვის, ძალიან ძლიერი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობდნენ მის კონტროლს. და ამიტომ ისინი მოკლეს ის ცეცხლით, მოკლეს ის ზეციდან, მოკლეს ის ისე, რომ არაფერი დარჩენილიყო მისგან გარდა ფერფლისა. მაგრამ ისინი ვერ მოკლეს მის მეხსიერებას. ისინი ვერ მოკლეს მის ისტორიას. ისინი ვერ მოკლეს იმ ჭეშმარიტებას, რომელიც ის ცდილობდა გაეზიარებინა სამყაროსთვის. და ახლა 30 წლის შემდეგ ეს ჭეშმარიტება საბოლოოდ გამოდის როგორც ფენიქსი ფერფლიდან, გამოდის როგორც მზე ღრუბლების უკნიდან, გამოდის როგორც სამართლიანობა წლების დუმილის შემდეგ. მეგობრებო, როგორ ფიქრობთ ნატო ვაჩნაძეზე? იყო თუ არა ის მსხვერპლი იმ სისტემისა, რომელიც მას აკონტროლებდა, თუ თვითონ იყო პასუხისმგებელი თავისი ბედისთვის? იცოდა თუ არა ის, რომ ის ჩაჯდებოდა იმ თვითმფრინავში, რომელიც ჩამოვარდებოდა? და რატომ 30 წლის შემდეგ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ყველა ჭეშმარიტება მის სიკვდილის შესახებ? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იცით თუ არა თქვენ რაიმე ამ ისტორიის შესახებ, გახსოვთ თუ არა ნატო თქვენს ქალაქში, გაქვთ თუ არა თქვენი ვერსია იმისა, რა მოხდა იმ საშინელ დღეს? დააწექით ლაიქს ჭეშმარიტებისთვის და გამოიწერეთ ჩვენი არხი, რომ გაიგოთ მეტი ისტორიები იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც იყვნენ ლეგენდები, მაგრამ რომელთა ნამდვილი ისტორიები იყო დაფარული წლების განმავლობაში.